საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერი ამბობს. ვერ ვხედავთ საქართველოსდან პოზიტიურ ამბებს და ჩვენი ელჩის მიმართ ბოლო უსაფუძვლო ბრალდებები ამას ადასტურებს. ელს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. ხერჩინსკიზე ლაპარაკი, რომელიც ვახსენე. ეს არის ერთ-ერთი არაპოლიტიკური და არაპროფესიონალი ადამიანი, რომელიც თავხედობის უფლებას აძლევს და მხოლოდ ძალიან სუსტი ხელისუფლებას უბედავს ამას, რატო იცით, ნებისმიერი თავმოყარე ხელისუფლება პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა ამ ტიპს, რომელიც სულაც არ ნიშნავს იმ ქვეყნის უპატივცემულობას, რომელსაც ის წარმოადგენს. მიუყარო უნდა 24 საათი მისცე უფლება, რომ 24 საათში აიკრას აქედან გუდაბანაბადი და უნდა თავისი ბარგი ბარხანა უნდა დაუყარო თვითმფრინავის ტრაპთან და თუ არ წაეთრება ძალით უნდა წაათმო. ხო, ნუ აძლევენ საადროს. ვინ შეურაცხყოფას აყენებს მთელ ქვეყანას. რაღაც მენშევიკებს დაემსგავსებიან და მერე მოდიან და მოძღვრავენ ჩვენ. არის ნეოლიბერალური საზიზღრობით გაჟღენთილი ადამიანი, რომელიც არანაირ პატივისცემას არ იმსახურებს. მაგათი უტევინო 30 წლიანი საქმიანობის შედეგია თუ რა გამოზარდეს საქართველოში. აი, ეხლა პროტესტანტების თავარი ნაწილეობა მოტყუებულ ახალგაზრდებს არ ვათვლი მათთან. ქართველები დღესაც არიან იმ დროშებში გახვეული, არაფრით არ თმობენ პირველ ჩვენებას, ისევ წერენ სლავა უკრაინი, ვიღაცა წერდა იქედან დიდი მონდომებით, რომ ახლა 80,000-იანი არმია ყავს, უკრაინაც რო რაიმე აქვს და უკრაინაც რო მომავალი აქვს, საქართველოს ყველა დამაწყევარს კონდეს ისეთი მომავალი. აზრზე არა ხარ, გიტყუებთ თავს თუ რასაკეთებთ ვერ უკრაინის მომავალთან დაკავშირებით იქ იყო მისი ამ ქვეყნის ერთ-ერთი მინისტრია თქვა რომ 500 მილიარდი შეიძლება არც გვეყოს აღდგენაზე ამ ქვეყნის. 500 მილიარდი დოლარი. ვინ აღადგენინებს? მოდი ასე ვთქვათ პირდაპირ. რომელ აღდგენაზეა საუბარი? ვერ იქნება მაგ. მე ვთქვი პირდაპირ, რომ ამ კონფლიქტის უკრაინა არის საშუალება რუსეთის წინააღმდეგ, ამ კონფლიქტის მთავარი შედეგი იქნება ნატოს დაშლა და ევროკავშირის დაშლა. იმიტომ რომ წლებია ჩანს და ამას ვიძახით თქვენ გადაცემაში სხვაგანაც რომ სამყარო იცვლება. შეიცვალა ყველაფერი.